ჩვენი გადაცემის სტუმარია ბაჩო ახალაძე, ჩოხატაურის წარმომადგენელი, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი, ამავდროულად საკრებულოს წევრი. მოგესალმებით ბატონო ბაჩო და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ შესაძლებლობისთვის მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ალბათ ხვდებით, რომ საუბარს ვიწყებთ ზურა ჯაფარიძის დაკავების თემით. თქვენგან რაიონული ლიდერისგან შეფასება მინდა მოვისმინო ამ ფაქტთან დაკავშირებით, რას უკავშირებთ, ხო არ არის ეს ქართული ოცნების მიერ ის ნაბიჯი, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი დატოვონ ლიდერების გარეშე. თქვენი შეფასება თუ შეიძლება ფაქტთან დაკავშირებით. დიახ, მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ავტოკრატიული მმართველობა, შესაბამისად ლიდერების მთავარი ოპოზიციური ძალის მთავარი ლიდერების მიმართ გამოცხადებული არის ეს რეპრესიები. მთავარი მიზანი, რაც საკვირველია ქართული ოცნების სასამართლოსგან არის ის, რომ თუმცა ეს ყველაფერი აბსოლუტურად ესე იგი უსაფუძვლოა მათი მხრიდან, ვინაიდან არავის არ ეშინიათ ეს ქართული ოცნების რეჟიმის პირიქით უფრო მეტად მოტივირებული ხდება ადამიანები ამ თითოეული მათი გადაწყვეტილებების, რაც შეეხება ზურა ჯაფარიძეს დაკავებას. ეს არის ქართული ოცნების მხრიდან, ვფიქრობ, ერთგვარი ასე ვთქვათ, რეპრესია, რომელსაც ის ახორციელებს ამდენი ხნის განმავლობაში ლიდერებზე. მე ვფიქრობ, რომ ზურა ჯაფარიძე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მივიდა და კოალიციის, სხვათა შორის კოალიციის სამივე ლიდერმა, რომ არ მივიდა თეატროლოგიანის კომისიაზე, ვინაიდან ქვეყნის და ქვეყნის გარეთ არავინ არ აღიარებს, ხომ, საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს, შესაბამისად კომისიას არ აქვს ლეგიტიმაცია, აქედან გამომდინარე სრულად უსაფუძვლო არის თეატროლოგიანის რაღაცა დარეკილზე ადამიანებისა და ლიდერების დაკავება. შემდეგშია საუბარი, რომ ნიკამელიას დაჭერასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით რა იქნება თქვენი კოალიციის გეგმები, რას აპირებთ, როგორ იმოქმედებთ? დიახ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ 29-ში არის ნიკას საქმე ჩამოშნული, შემდეგ უკვე ნიკა გვარამიას პროცესიც არის მალევე, დაიჭერენ ყველას, ვინც ზოგადად რეჟიმთან მიმართებაში არის უკომპრომისო, ხო? და აქედან გამომდინარე ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ნიკას გვარამიას და ნიკამელიას უკვე დასაჯერად ყავთ გამზადებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, უფრო მეტად ბრძოლის ჟინს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი დღეები დათვლილია, მაგრამ უფრო მოკლე დროში მოხდეს ქვეყნის გათავისუფლება. აი პოლიტიკოსების გარეშე ამ პროცესის დარჩენა რამდენად მისაღები იქნება, ამ მცირე მოკლე დროში ბატონის ზურაბის განცხადება მოვისმინე, რომ ახალი ლიდერები გამოჩნდებიან, რამდენად შესაძლებელია, რომ დროის ასე მცირე ხანში ახალი ლიდერები გამოჩნდეს, ან რა იქნება შემდგომ, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ლიდერები ციხიდან უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნიან ქართულ ოცნების რეჟიმს. რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნებოდა პროცესისთვის, რომ ლიდერები გარე იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუცვლელი პროცესია. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ითვლის დღეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შესაბამისად აი ამ მონარქებს რეპრესიებისას უნდა გაუძლოთ და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ივანიშვილის დამარცხება გარდაუვალი იქნება
გასაგებია. ასევე საინტერესოა კოალიციის ცვლილებისთვის სამომავლო გეგმები ადგილზე, რეგიონებში, ანუ მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ემზადებით ამ არჩევნებისთვის, თუ გაცხადებულად უარს ამბობთ მასში მონაწილეობაზე, ამასთან დაკავშირებითაც რა ვუთხრათ მაყურებელს. დიახ, რაც შეეხება კოალიცია ცვლილებების გეგმებს, მათ შორის ადგილობრივ დონეზეც, მე ჩვენი მთავარი გეგმა მოგეხსენებათ, რომ დღეს უკვე 177 დღეა, რაც რუსთავთ ქვეყნის მთავარი გამზირი არის გადაკეტილი. ჩვენ ყავს ქვეყანაში 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ასევე ხარ მოგეხსენებათ და აპატიმრებენ პარტიის ლიდერებს და ამ ფონზე მე ვფიქრობ, რომ პარტიის მთავარი გეგმა არის უკანონო დაჭერილი ეს ბიძინევანიშვილის ტყვეების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ეს არის მთავარი გეგმა და არა რაიმე თვითმმართველობის არჩევნებზე ფიქრი ზოგადად მე მაშინ ასე გკითხავთ, რა მიგვიყვანს ამ გეგმის შესრულებამდე, რა იქნება თქვენი ნაბიჯები, თუ შეიძლება რა ვთქვათ? ამ გეგმის შესრულებამდე მიგვიყვანს კომპრომისო ბრძოლა, პრინციპულობა, ეხა მთავარი ბრძოლის ხაზი არის მორალური უპირატესობა არის ჩვენს მხარეს და ამ მორალური უპირატესობით და რეჟიმთან კომპრომისო ბრძოლით აუცილებლად მოხდება ბიძინევანიშვილის რეჟიმის რღვევა და მე ცოტა გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან აი განხილვაც კი როგორ შეიძლება ხა თვითმმართველობის არჩევნებზე შევიდეს პარტია მაშინ როდესაც ქვეყანაში არის ავტორიტარიზმი არის დამყარებული, CSKO-ს აქვს სრული უმდობლობა ხალხისგან და ამ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა რას მოუტანს ოპოზიციას? აბსოლუტურად არაფერს, პირიქით ეს იმუშავებს ბიძინევანიშვილის დისკურსზე, ასე რომ ვთქვათ, დაასხამს წყალს და მათ მისცემს ლეგიტიმაციას გარკვეული კუთხით და ქართველი ხალხის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილება და ესე მოთხოვნა არ არის რომ დღეს ოპოზიციამ რაღაცა თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და რამდენიმე მანდატი მოიპოვოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხო ბრძოლა არის რეჟიმის დამარცხებისათვის და აუცილებლად ამ ბრძოლას ექნება დასასრული ისეთი როგორც ეკატრება ქართულ ხალხს და ბოლო კითხვა რეგიონში როგორ აპირებთ გააქტიურებას თქვენი კოალიცია და რა გეგმები გაქვთ თუ შეიძლება რო გითხრათ ბოლო კითხვა და დაგეცნო რეგიონში ჩვენი კოალიცია მათ შორის კოალიციის ლიდერები როგორც ვიცი კოორდინატორი შეგეცვალათ და ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლეები ხო არის დიახ, ჩვენი კოალიცია რაიონულ დონეზეც აქტიურად განაგრძობს ჩვენს აქტივთან შეხვედრას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიღებთ თვითმმართველობის არჩევნებში მკაფიოდ გაცხადებული გვაქვს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას, ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამე აქტივთან რაღაცა წვეთა ვქონდეს და მხოლოდ ესა და ეს განაპირობებს ჩვენს რაიონულ დონეზე აქტიურობას, რომ აი მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, უფრო მეტ მოგეხსენებათ ჩვენ ახლა ჩოხატაურში ვართ, სადაც ჩიგოგიძე არის მთავარი ესე ფეოდალი და აი ამ მდგომარეობაში რაიონში ოპოზიციურად გაწყობილი ადამიანების мотивация ძალიან მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ ურიაში რა მდგომარეობაში არის ზოგადად საარჩევნო პროცესი, დაშინების თავის უმაღლეს კლასი არის და ადამიანები კატასტროფულ მდგომარეობაში ამ კუთხით და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ყოველთვის გქონდეს ესე იგი ურთიერთობა ჩვენს აქტივთან, რასაც ბოლო პერიოდში თქვენ ალბათ ხედავთ ჩვენი პარტიის ლიდერები ხდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტივს. რაც შეეხება გურის ახალი კურატორის დიახ ახალი კურატორი ყავს თორნიკე გოგუაძე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მას წარმატებებს ვსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, დროის გამონახვისთვის. მადლობა. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბაჩო ახალაძე, ჩოხატაურის წარმომადგენელი კოალიცია ცვლილებიდან. მადლობა.